არის კუნთი, რომელიც იწვევს ტკივილს თვალის უკან, ან წარბის ზემოთ და ეს კუნთი საერთოდ არ არის თავში. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ტკივილ გამაყუჩებლის მიღება ამ შემთხვევაში არ შველის, რადგან ეს მექანიკური ტკივილი. მაგრამ ნუღელ, ამ ვიდეოში მე გაჩვენებ 3 ვარჯიშს, რომლებიც ამ ტკივილს სამუდამოდ შეგიმსუბუქებს 3 წუთზე ნაკლებ დროში. ყველაზე კარგი ისაა, რომ ამის გასაკეთებლად არ გჭირდება ახალდაზრდობა, განხთარი სხეული ან დიდი მოქნილობა. უბრალოდ მიხევი ამ ნაბიჯებს და კარგი მოძრაობით შეიმსუბუქებ ტკივილს. სუმცირე, როდესაც კუნთს აქვს ტრიგერული წერტილი, ეს ნიშნავს, რომ ის იწვევს გადაცემულ ტკივილს. ის იწვევს ტკივილს, რომელიც სხეულის სხვა ნაწილში ჩდება, ანუ მოშორებით, ეს იგივე მიოფასციალური ტკივილი. და ვინც იწვევს ამ გადაცემულ ტკივილს თვალის სიღრმეში, თვალის გარშემო, წარბის ზემოთ და შეიძლება იყოს დაკავშირებული თავბრუსხვევასა და ზურუნთანაც კი, ეს არის კუნთი, ეკომ. ექსტერნოკლეიდო ოქციპიტალ მასტოიდალი. მაგრამ ეს სახელი დაზეპირება არ არის საჭირო. ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ და გავაკეთეთ უსაფრთხო ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას, რომელსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინაც კი, როცა ტკივილის შეტევის დროს ხართ. ამიტომ ეს ვარჯიში ეხმარება კუნთს მოდუნების დაწყებაში. ეს ერთგვარი მომზადებაა, რომ შევძლოთ ტრიგერული წერტილის უფრო უსაფრთხოდ და ნაკლებად მტკივნეულად დეაქტივაცია. გარდა ამისა, ეს ვარჯიში ასევე ეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფასციასაც ოდნავ ადუნებს. ეს ზედაპირული მასაჟია, მსუბუქი მასაჟი. ეკო მიწყება აქ, ყურის უკან, ნება მომეცი, ავიღო ჩემი მონიტორი, რომ ნახო, კარგად ხედავ თუ არა. აჰა, ეკო მიწყება აქ, ყურის უკან და ჩამოდის მკერდის ძვლის დასაწყისამდე. ასე რომ, ეს არის ეს გზა, ეს მასა, რომელსაც ჩვენ დავმასაჟებთ. აიღეთ წინა მხრიდან და უკნიდან. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გამოიყენოთ საპირისპირო ხელი, ჩვენთვის უფრო ადვილია კონტროლი. კარგი? აიღეთ აქ, წინა მხრიდან და უკნიდან. თქვენ უნდა უბიძგოთ და გამოიზიდოთ ეს კუნთოვანი მასა ისე, რომ არ დააწვეთ და არ დააძალოთ. დააკეთეთ ისე, თითქოს კუნთს არწევთ. უბიძგეთ და გამოიზიდეთ იმ რიტმით, რომელიც თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და კომფორტულია. ჩამოდით ქვემოთ, მიხევით კუნთის მთელ მიმდინარეობას. თუ გაგიჭირდა, უბრალოდ გაიხსენე სად იწყება და მთავრდება და მიხევი ამ მიმართულებას. ზემოთაბი, ჩამოდი, არ იჩქარო. კარგი? გააკეთე შენთვის სასიამოვნო რიტმში. უკვე იგრძნობ, როგორ მოდუნდება კუნთი ნელ-ნელა. რჩევა. თუ გავიჭირდება, შეგიძლია ეს ვარჯიში წოლაში გააკეთო. აი ესე, ნელა მასაჟს უკეთებ, ნაზად. ზემოთ ქვემოთ გადაადგილებ კუნთის გასწვრივ, არ იჩქარო, 1 წუთის განმავლობაში. და რჩევა 2. თუ ტკივილი ორივე მხარეს გაქვს, მასაჟს ორივე მხარეს გააკეთებ. დაიგო, რა თქმა უნდა. ეს ვარჯიში იმისთვისაა, რომ დეაქტივაცია გაუკეთო. გამურთო ტრიგერული წერტილი. უკვე გავაკეთეთ მომზადება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ 2 რამ გაიგო. პირველი ისაა, რომ თითოეულ მხარეს თითო წერტილს გავთიშავთ. ვიპოვით იმ წერტილს, რომელიც იწვევს იმ ტკივილს, რომელსაც გრძნობ, იმ ტკივილს, რომლის შემსუბუქებაც გვინდა, არ გააკეთო ეს 2-3ჯერ. ეს მხოლოდ უფრო გააღიზიანებს კუნთს და უფრო მეტ ტკივილს იგრძნობ. მეორე რაც უნდა გავიგოთ, არის ის, რომ სწორი წერტილის პოვნის შემდეგ თელ ვარჯიშს, თელამ დეზაქტივაციას მინიმალური ტკივილით ჩავატარებთ. ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დააწვეს, რომ ტკივილი აუცილებელია გაუმჯობესებისთვის. მაგრამ სინამდვილეში პირიქითა. ჩვენს კუნთს აქვს დაცვის რეფლექსი, ამიტომ რაც უფრო მეტ ტკივილს გამოიწვევ, მით უფრო დაიძაბება კუნთი თავის დასაცავად. აი? ტკივა კისერი. დავითლოთ იმ ტრიგერული წერტილის პოვნით, რომლის დეაქტივაციაც გვინდა. მოდი ისევ ავიღებთ ჩემს მონიტორს. ჩვენ შვიდად ვეძებთ ამ წერტილს. დაუჩქარებლად, იმავე მოჭერით, რაც წინა მასაჟზე გამოვიხენეთ. უკვე იგრძენი, უკვე იცი კუნთის გზა. ეხლა ნელა მოდიხარ, ცდილობ, ნაზად აჭერ, ეძებ იმ წერტილს, რომელიც ტკივილს იწვევს, გონი ასე უკეთესად ხედავ. იმ წერტილს, რომელიც იმ ტკივილს იწვევს, რასაც გრძნობ. როგორც გითხარი, ყოველთვის უნდა იყოს მინიმალური ტკივილი. მინდა რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ნაზი იყო. როცა სწორ წერტილს იპოვი, დიდ დალას არ გამოვიყენებ. გახსოვს? მინიმალური ტკივილი. ჩვენ ვეძებთ თავის პოზიციას, სადაც კუნთი ყველაზე მეტად მოდუნებულია, ჩვეულებრივ ეს არის მაშინ, როცა თავი ხელზეა დადებული.
მელა გადახარე, თითქოს რადიოს აწყობ. ის ძველი რადიოები. ეს 84 წლის წინ იყო. მოძებნე პოზიცია, სადაც კუნთი ყველაზე მეტად მოდუნებულია. და აქ გააგრძელებ იგივე ცნევით. სუბუქი ცნება, მინიმალური ტკივილი. ამ პოზიციაში მოდუნებულად ისუნთქე მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ან სანამ ტკივილი არ გაქრება. სანამ კვანძი არ გაიხსნება შენს ხელქვეში. რაც პირველი მოხდება. ეირო. ამის შემდეგ, როცა 1 წუთი გავა, ან კვანძი გაიხსნება, დაიშლება შენს თითქვეშ, ტკივილი გაქრება, ხელს უშვებ და თავს ნელა აბრუნებ საწყის მდგომარეობაში. უკვე დიდ შვებას იგრძნობ, თითქოს ჯადოსნობაა. ვიცი რომ აშკარაა, მაგრამ ეს ტკივილი შეიძლება თვალიდან მოდიოდეს. ამიტომ განსაკუთრებით თუ გაქვს მხედველობის ცვლილება, სინათლის მიმართ მგზნობელობა, ან თვალი გაწითლებული ან შეშუპებულია, აუცილებლად უნდა მიმართო ოფთალმოლოგს, ოკულისტი. ეს ვარჯიში იმისთვისაა, რომ თავიდან აიცილო ტრიგერული წერტილის დაბრუნება და ტკივილის დაბრუნება. ეს არის უსაფრთხო, რბილი და სპეციფიკური გაწელვა ეკომისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ კედელს, რომ ზურგი და თავი მიადო. დაუშვათ, რომ გაწელვას ვარჯიშს ვაკეთებ მარცხენა მხარეს. ტკივილი მარცხენა მხარესაა და ეკომ, რომელსაც მინდა გავწელო, მარცხენა მხარესაა, ხო? შენ დაახრი თავს კედელზე მარცხენა მხარეს, ტკივილის მხარეს, თითქოს ტკივილის მხარეს იყურები. და მერე გადაადგილებ თავს მეორე მხარეს, თითქოს ჩერს უყურებ, აი ესე ნელა. სანამ გაჭიმის დასაწყისს იგრძნობ. და აქ ჩვენ დავასრულებთ ამ გაჭიმვას ამოსუმქით. იმ დროს, როცა ჰაერს უშვებთ, დადე ხელები გულზე და ნელა, ძალიან ნელა ამოუშვი ჰაერი. გრძნობ როგორ იჭიმება აქ, გულმკერდის დასაწყისიდან ბოლომდე, ყურის უკან. ეცადე ეს გაწელვა ნაზად გააკეთო, ისე რომ თავი კედლიდან არ მოაშორო. ეს გაწელვა სწორედ ამიტომ არის უსაფრთხო. ყურადღება მიაქციეთ ჩემს თავს, მოძრაობას არ ვაჭარბებ. არ არსებობს რისკი, რომ დისკი, სახსარი ან ნერვი შევკუმშო ან დავაჭკლითო. მოდით გავიმეოროთ, რო არ შეგვექმნა სეჭვი. მიეყრდენი კედელს. შეხედე ტკივილის მხარეს. თავი გაატარე კედელზე. შემდეგ აიხედე ზემოთ. ფავი რო აცურდეს, გაიგონებ შხმას კედელზე სრიალით, გაწელვის დასაწყისამდე. და აქ ვამთავრებთ, ამოსუნთქვით ხელები გულზე, ნელი ამოსუნთქვა. დარჩი ამ პოზაში, ამ სასიამოვნო გაწელვაში 30 წამით შემდეგი. ეი, ეს ძალიან კარგია. და რო კიდე უფრო გაუმჯობესო, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ მოხსნათ ცნევა კისრის არეში. მე გაჩვენებ მარტივ გზას ამის გასაკეთებლად ამ ვიდეოში. უბრალოდ დააცკაპუნე აქ ეკრანზე. და შენთვის, ვინც აქამდე დარჩი, გადიუმჯობეს და რამე ამ ვარჯიშებით, საჩუქრად ვიტოვებ მთელ ამ სერიას. უჭველად, შეუწყვეტლად, მხოლოდ შენთვის, რომ დააჭირო play და სრულად გააკეთო ეს რუტინა ჩემთან ერთად. ასევე უბრალოდ დააცკაპე აქ ეკრანზე. მე აქ დაგემშვიდობები, დიდი ჩახუტება და მომავალ შეხვედრამდე.